გრძელდება იმედის დილა და ჩვენი სტუმარია გელა გურალია, რომელიც ქართველი მომღერალი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, რომელსაც მიიღო მონაწილეობა ახალ ხმაში და საკმაოდ წარმატებულადაც იგი შოუ-ბიზნესის, რუსული შოუ-ბიზნესის, ასევე ხალხის გულთამყრობელი გახდა. დილომშვიდობის გელა და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გილოცავთ ყველაფერს ერთად, რა თქმა უნდა, ახალი წელი შოვა, წარმატება, ფინალისტობა, ახალი ხმის და ასე შემდეგ. რომ მიწვეთ დღეს თქვენს გადაცემაში. ესე იგი, ბევრზე შეგვიძლია შენთან ბევრ რამეზე ვისაუბროთ. მზადებაშია ალბომი, რომელიც მალე გამოვა გაყიდვაში. ახალი ხმა, რა თქმა უნდა, და მისი ფინალისტობა, თუმცა სანამ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, გვაინტერესებს სულ თავიდან, როდის გადაწყვიტეთ და რატომ გადაწყვიტეთ საერთოდ რუსეთში გამგზავრება და როდის იყო ეს, ვიცით რომ 2003 წლიდან ხარ იქ. დიახ. საკმაოდ რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ვსწავლობდი სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის ქიმიის ფაკულტეტზე, 3 წელი ვისწავლე უნივერსიტეტში. 1 წელი მქონდა დარჩენილი და დადგა არჩევანის, ეს უნდა გამეკეთებინა არჩევანი, ან კოლექტივთან ერთად ვაპირებდით წასვლას მოსკოვში, ან უნდა წავსულიყავი, ან უნდა დავრჩენილიყავი და მეოთხე კურსი დამესრულებინა. უნდა აგერჩია პროფესია, ასე ვთქვათ, ხო, რომელ გზას გაყვებოდი. მაგრამ გავაკეთე არჩევანი მაინც მინდოდა ეს სცენა ჩემთვის ყველაფერია, სიმღერა ყველაფერია და გამომგზავრე კოლექტივთან ერთად მოსკოვში. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ დღეს საკმაოდ კარგად მახსენდება. რთული პერიოდი და გელა საკმაოდ რთული არჩევანიც გააკეთე. შოუ-ბიზნესი, გასაგებია შოუ-ბიზნესი, მაგრამ აირჩიე რუსეთის საკმაოდ რთული მიმართულებაა, ხო და საკმაოდ რთულია დამკვიდრება რუსულ შოუ-ბიზნესში. ძალიან რთულია. აი ამაზეც გითხარით, გააკეთე, შეძელი შენეს და გადადგეს ნაბიჯი და გაამართლა რაც თავარი. მე დაახლოებით 10 წელი დამჭირდა იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყავი, ეს საკმაოდ რთული გზა იყო. მოდი აი მოგუყვები იმ სირთულეების შესახებ, იმიტომ რომ ესე ბევრი ხსმენია შორიდან, რომ კონკურენცია სადაც მაღალია, რთულია თავის დამკვიდრება, მაგრამ კონკრეტულად რა ხდება, რა სირთულეებია აი შენ? ძალიან რთულია მოხდა რუსულ შოუ-ბიზნესში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობები, ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა გიწევს. ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული, ელემენტარულად სიმღერა რო ჩაწერო, კლიპი გადაიღო, ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამ მხრივ ძალიან ძნელია თუ არა გაქვს მხარდაჭერა. და ამ ყველაფერს დასჭირდა 10 წელი. თუმცა 10 წლისა ესეთი 10 წლიანი შრომატევადი და რთული მე დავბრუნდი საქართველოში, იმიტომ რომ მივხვდი რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, იქ ძალიან რთულია და ანუ გეგონა რომ იქ უკვე დამთავრდა ყველაფერი და ვერ შეძელი ის რაც გინდოდა და შემდეგ გადაწყვეტე დავბრუნდი საქართველოში მამიდის დახმარებით, ქალბატონი ლალის დახმარებით დავიწყეთ ბრაუ რეკორდში ალბომის ჩაწერა. ალბომი რომელიც სულ მალე გამოვა, რამდენადაც თითქმის მზად არის. თითქმის მზად არის, ყველა სიმღერა თითქმის ჩაწერილი, დაახლოებით 11 სიმღერა. ჩემთვის დაწერა ამერიკელმა კომპოზიტორმა ჯად ფრიდმანმა, რომელიც გახლავთ უიტნი ჰიუსტონის ცნობილი ჰიტის Run to You's ავტორი. როგორ მოხდა მასთან დაკავშირებით, თუნდაც ასეთი ცნობილი ჰიტის ავტორია ის? დაუკავშირდი, გაუგზავნე მას ჩემი ჩანაწერები, ძალიან მოეწონა და მან შემოთავაზა 3 სიმღერა და ეს სიმღერები ჩაიწერა. დაწერა ჩემთვის არაჩვეულებრივი სიმღერები ჯუმბერა მანათაშვილმა, ბატონმა ჯუმბერა მანათაშვილმა, ქალბატონმა ნატო თოთიბაძემ, პეკემ, მამუკა ბეგაშვილმა, ტექსტები ლექსები ქართულ სიმღერებზე დაწერა ქალბატონმა ნანა ციცაძემ. ასე რომ იმედია რომ ეს ალბომი ის კი ორენოვანი ალბომია თუ რუსული სიმღერებიც არის? არა, ორენოვანია, იქ 3 ინგლისური და დანარჩენი ასე გამოიცა. 2 ქავერიც არის, დეივიდ ფოსტერის ძალიან ლამაზი სიმღერა. ასე რომ ეს ნაზავი თუ შეიძლება ესე ითქვას. ჯამში 11 სიმღერით. ჯამში 11 სიმღერა. და ანუ გამოვიდა რომ 2009 წელს ჩამოხვედი, დაიწყე ამ ალბომზე მუშაობა. კი, დავიწყე, მე მეგონა რომ საქართველოში რაღაც მოხდებოდა და მოხდებოდა ამ ალბომის რეალიზება, მაგრამ რაღაცა გარკვეული სირთულეების გამო გადაიდო ეს ყველაფერი. შემდეგ გავიგე რომ კასტინგია რუსულ ვოისზე მეორე სეზონის გავაგზავნე ანკეტა და მომივიდა დადებითი პასუხი და გავამგზავრე მოსკოვში დავამტკიცე ეს პროექტზე და კარგი, მაშინ მოდი ვისაუბროთ ახლა ამ პროექტზე. ესე იგი პირველი ყველაზე რთული ეტაპი ალბათ ყველა მიცის ბრმა კასტინგი ხო, რომელიც უნდა გადალახვა აუცილებლად. ბრმა კასტინგამდე კიდევ უფრო მეტი სირთულე, იმიტომ რომ სანამ ბრმა კასტინგი იქნება, უნდა იმღერო აკაპელა 2 სიმღერა, უნდა მემღერა, ერთი ინგლისურენოვანი, ერთი რუსულენაზე. ეს აუცილებელი პირობა იყო. რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ. რაც თქვენ ვერ დაინახეთ. რაც კადრს მიღმა. კადრს მიღმა.
და 10 ადამიანი შედიოდა 10-დან 1-ს ან მაქსიმუმ 2-ს ირჩევდნენ. და რამდენი ასეთი ათეული იქნება და წარმოგვიდგენია ხა რუსეთის მასშტაბიდან გამომდინარე. ბრმაკასტინგი სადაც შენ დიმა ბილანი შემოგიბრუნდა, თუმცა სხვა მწვრთნელებიც არ მალავდნენ შენს მიმართ მახდოვანებას. მაგრამ მე მაინც დიმას აიჩევდი, მე მინდოდა გრაცკი, ალექსანდრ გრაცკი ან ძიმა, იმიტომ რომ ძიმა ჩემი თანატოლია, რაღაც ერთი ხედვა გვაქვს. მე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დიმამ მომცა აბსოლუტური თავისუფლება. ანუ ფაქტიურად რეპერტუარს ვირჩევდი მე. კოსმოსურ ხმასაც კი უწოდებდა კოსმიურ ხმას შენს დიმა. და როგორ შედგა მე შენი თანაშრომლობა? არაჩვეულებრივი კოლაბორაცია, არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ვიმღერე ძალიან ლამაზი სიმღერები, მე მომცა თავისუფლება, ანუ რეპერტუარს რაც შეეხება. კი, ერთადერთი რომელიც დუეტი, რომელიც ვიმღერე პალინა კონკინასთან ერთად, ბარბარა სტრეიზანდის და სელინ დიონის, აი ეს ჩემი საყვარელი სიმღერა რაღაც ტელეპათიურ დონეზე მიხვდა, რომ ეს რაღაც მომიხდებოდა, თუ მიხვდა, რომ მე მომწონდა ეს სიმღერა და შემომთავაზა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ეს სიმღერა კარგი, რო აი გადახედო ხო მთლიანად ამ პროექტს, რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე ამ პროექტში და აი რა მოგიტანა ზოგადად გარდა იმისა, რომ ძალიან ცნობილი გახდი, ასე ვთქვათ და ბევრმა შეგიყვარა, გულშემატკივარმა მიგიყვანა პრაქტიკულად გამოდის ფინალამდე. ყველაფერი რთული იყო, იმიტომ რომ ყოველდღიურად მუშაობ საკუთარ თავზე. ყოველდღიურად მუშაობ ორკესტრთან. ინტენსიურად. არაჩვეულებრივი ორკესტრი გვიწევდა აკომპანირებას სერგეი ჟელინის დირიჟორობით. ეს არ არის იოლი ორკესტრთან სიმღერა. და ეს არის ჩემი პირველი გამოცდილება ორკესტრთან მუშაობის და რა თქმა უნდა ცოცხალი მუსიკის ზეიმი იყო სცენაზე. ყველა მუსიკოსისთვის ალბათ სანატრელია, რომ ცოცხალ ორკესტრთან ერთად უწევდეს შესრულება. რა თქმა უნდა. ვიცით რომ პატრიარქის დაბადების დღისთან დაკავშირებით ჩამოხვედი საქართველოში და აღსანიშნავია აუცილებლად რომ პატრიარქი მთელი ამ ხნის განმავლობაში შენ გიჭერდა მხარს. და მოხდა ესეთი სასწაული, როდესაც ჩვენ ვიღებდით პირველი არხი რუსეთის იღებდა გოლას და კადრამ, უნდა გაკეთებულიყო სიუჟეტი საქართველოზე, საერთოდ ჩემთან დაკავშირებით და ამერიკის საპატრიარქოდან და მითხრეს რომ პატრიარქს უნდა შეთან შეხვედრა და მე ვიყავი ძალიან ბედნიერი და ეს სასწაული როგორ მოვფრინავდით და იმ დღესვე დაამერიკის პატრიარქონს სასწაული არ არის. ნამდვილად. და მეორე დღეს უკვე პატრიარქს შევხვდი და იმ დღიდან პატრიარქის თანადგომას ვგრძნობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მას უთხრა მისთვის. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება მასთან ურთიერთობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ შორენას, საპატრიარქოს დედაოებს, მათგანაც ძალიან დიდ სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. კილა გეგმებზე რო ვისაუბროთ, სამომავლო გეგმებზე, უკავშირდება შენი სამომავლო გეგმები საქართველოს? ჩემი სამომავლო გეგმები ყოველთვის უკავშირდება საქართველოს, იმიტომ რომ მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვცხოვრობდე, მე ყოველთვის ვგრძნობ ნოსტალგიას და ყოველთვის მინდა რომ დავბრუნდე, როცა აქ ვარ. ძალიან მიყვარს მოსკოვიც ასევე, იმიტომ რომ 10 წელი არ არის ცოტა. როცა აქ ვარ, იქ მენატრება, იქ მინდა, იმიტომ რომ იქ ძალიან მე ჩამოვყალიბდი, ალბათ როგორც პიროვნება, მაინც იქ, იმიტომ რომ ყველაზე ისეთი გარდამტეხი პერიოდი იქ გაიარებდა. როცა იქ ვარ, მენატრება საქართველოს თბილისი, ჩემი ქალაქი ფოთი, სადაც გავიზარდე, დავიბადე. ასე რომ ჩემი ცხოვრება საქართველოს ყველანაირად უკავშირდება. კარგი, მაშინ ზოგადად რო შევხედოთ, არა მხოლოდ საქართველოს კუთხით, როგორია შენი გეგმები და რას აპირებ ახლა ასეთი რთული პროექტი გადავაგორეთ უკვე, ასე თქვა, წარმატებით შეიძლება ითქვას. საკონცერტო მოღვაწეობა. უკვე რაღაც იგეგმება სოლო კონცერტებზეა, ლაპარაკი რუსეთში. სიმღერა მხოლოდ. მხოლოდ სიმღერა რა თქმა უნდა. ჩვენ გვიმღერო ხო როგორც აუცილებლად. მოდი გვითხრა დღეს რა შეგვისრულებ ეს ახალი ალბომიდან იქნება რომელიც ემზადება თუ სხვა მზადებაშია თუ სხვა. ეს არის ჩარლი ჩაპლინის ღიმილი, ძალიან ცნობილი მსოფლიო ჰიტი, თუ შეიძლება ესე ითქვას. დავიღიმოთ ცხოვრება მშვენიერია. ნამდვილად. საჭიროა ნამდვილად ღიმილი არ გვაწყენს აუცილებლად. გალამაზებს ლევანდელ დილას ეს სიმღერაც აუცილებლად გთხოვთ მაშინ.
though your heart is aching. Smile even though it's breaking. When there are clouds in the sky, you get by if you smile with your fear and sorrow. Smile and maybe tomorrow you'll find that life is still worthwhile if you just light up your face with gladness, hide every trace of sadness, although a tear may be ever so near. That's the time you must keep on trying. Smile, what's the use of crying? You'll find that life is still worthwhile if you just That's the time you must keep on trying. Smile, what's the use of crying? You'll find that life is still worthwhile if you just smile. If you just ბრავო, ძალიან დიდი მადლობა ესე დაგვატყო და მართლაც გაგვაღიმათ ფილად გელამ თავისი სიმღერით. წარმატებას გისურვებთ და ყველაფერს საუკეთესოდ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ჩვენ კი სულ მალე 9 საათიან ქრონიკას დავუთმობთ ეთერს, მანამდე კი შეგახსენებთ თუ ვინ გვეწვევა ქრონიკის შემდეგ. 12 იანვარს სტუდიო 5-ში გაიმართება ახალგაზრდული საღამო. სულიერი სიმშვიდის. ნამდვილად და სწორედ ეს ახალგაზრდები შემოგვიერთდებიან და გვეტყვიან თუ რას აპირებენ ამ საღამოს და შემდეგ უკვე შემოგვიერთდება თბილისური კვარტეტი და მოგყვება ახალი სიმღერით კი პრემიერა გვექნება საახალწლო სიმღერის, ასე რომ დაგველოდეთ აუცილებლად ნამდვილად საინტერესო ეთერი გველის. ახლა კი შეგვიძლია უკვე ქრონიკას დავუთმოთ ეთერი.